ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის ინიციატივით ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა. კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს საჩუქრები გადასცა. სამედიცინო აქციაში ქვეყნის წამყვანი ექიმები მონაწილეობდნენ, რომლებმაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს. დევნილი მოზარდებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ქვეყნის წამყვან ექიმ სპეციალისტებთან ერთად საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ქალაქ ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკაში, სადაც 200-ზე მეტ ბავშვს ქვეყნის წამყვანმა ექიმებმა გაუწიეს კონსულტაცია. ჩვენ გვიხარია, რომ ესეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ ექიმს ამ მნიშვნელოვან პროცესში ჩართულობისთვის და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს. აფხაზეთის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი არის ჩვენი დევნილი ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტების დიდი გუნდი დღეს სამედიცინო ცენტრ აფხაზეთის ზუგდიდის ფილიალს ეწვია, სადაც ბენეფიციართა მომართვიანობა ძალიან მაღალია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას ქვეყნის მასშტაბით, რათა თითოეულ დევნილს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი. გაიმართა ზუგდიდში ძალიან მნიშვნელოვანი აქცია აფხაზეთის მთავრობის და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით. ეს აქცია ეძღვნებოდა 1 ივნისის ღონისძიებას დევნილ ოჯახს და ბავშვებს გაუწიათ დახმარება გამორჩენილმა ჩვენი ქვეყნის სპეციალისტებმა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსა და სამედიცინო ცენტრს აფხაზეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა 13 მაისს ხელი. პირველი აქცია, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ტარდება ზუგდიდში ჩვენ მზათავართ ამ მემორანდუმის ფარგლებში. გარკვეული პერიოდულობით წელიწადში 2 ჯერ იქნება საჭირო, წელიწადში 3 ჯერ მოვემსახუროთ ჩვენ პატარა თანამემამულეებს.